იმდენად მრავლის მომცველი ღვაწლი მოიღვაწა, რომელიც ალბათ ერთი ადამიანისთვის არ ვიცი ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელია. მრავალ პატრიარქს ეყოფოდა თავის სიცოცხლეში ეს საქმეები. ალბათ პირველი ფიქრი ჩვენი ყველასი იყო არის ეხლაც, მაგრამ იმ მომენტში განსაკუთრებით. როგორ შეიძლება რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება? როდესაც წმინდა ადამიანი და მართალი და სულიერი ადამიანი გარდაიცვლება, ამას გლოვასთან ერთად აუცილებლად ახლავს ღვთის მადლიც და ნუგეშიც. და ჩვენ პირველივე დღეს ეს სასწაული ვიხილეთ. მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უსმნესობის საფლავისკენ. თაყვანისცემისთვის თანაგრძნობის გამოსახატავად, გლოვისთვის. და ეს იყო და არის დიდი გამარჯვება სულისა და ღვთის სიყვარულისა ჩვენს ერში და ჩვენს ხალხში.